enfants de la patrie, le jour de gloire est arrivé. Contre nous de la tyrannie, l'étendard sanglant élevé, l'étendard sanglant élevé. Entendez-vous dans les campagnes mugir ces féroces soldats? Ils viennent jusque dans vos bras, égorger vos fils et vos compagnes. Aux armes, citoyens, formez vos bataillons. Marchons, marchons, qu'un sang pur abreuve nos sillons. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა პრეს რევიუ, მე მამუკა ბაკურია გახლავართ. ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი მამუკა ჩხეიძე, უკვე ჩვენი ესეთი არა პირველი სტუმარი, უკვე ხშირად არის ჩვენთან და სხვა თემებზე ჩვენ უფრო ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ ერთად. დღევანდელი განხილვის თემაც იქნება, რა თქმა უნდა, ყოველდღიურობად ჩვენ დღევანდელი მდგომარეობა და სხვადასხვა პრიზმიდან მე საინტერესო თემატიკა მოვამზადეთ. დანახვა ისტორიულ ასპექტში რაღაცა საკითხების, რომლებსაც აქვს თავისი ისტორიული კლიშეები და დაუშვათ ცალსახად არის შეფასებული ესეთი სტანდარტული ისტორიული მიმართულების მხრიდან როგორც ნეგატიური. აი მამუკამ შემოგთავაზა ესეთი აზრი, რომ რაღაც საკითხები, რომლებიც ცალსახად უკვე ნეგატიურად არის შეფასებული ისტორიკოსების მიერ, თლათ ესე არ არის. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა შევეხებით ჩვენს უახლეს წარსულს, ეს არის სტალინის პერიოდი, ბოლშევიკური საბჭოთა კავშირი, სტალინის მმართველობა და იქ თუ კი რაიმე პოზიტივი იყო, რაშიც მე ძალიან ეჭვი მეპარება, ამაზე ვისაუბრებთ და მამუკას აქვს ძალიან სერიოზული კვლევები გაკეთებული, ხა რაღაც ინფორმაციები და ამაზე მე ვეცდები რომ წავე ოპონირება გავუკეთო. მაგრამ მანამდე მამუკა სანამ ჩვენ ამ საკითხზე გადავალ და მეც ძალიან მაინტერესებს ეს საკითხები, მანამდე მოდი ვთქვათ, ლარი დასტაბილურდა? გუშინ სიამაყით გვამცნეს, რომ რაღაც ერთი პუნქტი დაუკლია თურმე. მამუკა ჩვენი ბავშვობის ის არის, რა ქვია, გამოთქმა იყო, знал бы прикуп, жил бы в Сочи. მაგი რაში იცით საქმე ხა, მაგის მექანიზმები შიგნით რა მექანიზმებს ფლობენ და რასაპირებს გაკეთებას ეროვნული ბანკი ამ ხრივ ხა ჩვენ მაგ ინფორმაცია არ აგვაქვს. მაგრამ ნუ ეს ორი დღეა ყოველ შემთხვევაში ლარი ზემოთ არ იწევს. მაგრამ ეს ორი დღე ძალიან დიდი რეკორდია. მაგრამ ჩვენ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ლარის დასტაბილურება ეს არ არის მე ჩემი პოზიცია თქვენ იცით, არ არის ძირითადად ეროვნული ბანკიდან გამომდინარე. რასაკვირველი ეროვნულ ბანკს აქვს თავისი ინსტრუმენტარები, რომელიც უფრო ადრე შეეძლო გამოეყენებინა იგივე რეფინანსირების პროცენტის აწევა და ასე სხვადასხვა ასპექტები, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ეს არ არის ეროვნული ბანკის პრობლემა და აქედან გამომდინარე უფრო მეტად ეროვნული ბანკის ეს არის თლიანად ქართული ეკონომიკის პრობლემა. რაზე დგას ლარი? ანუ ლარს არაფერი არ უმაგრებს. საქართველოში არ არსებობს ესე ვთქვათ ქართული ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ადგილობრივ წარმოებაზე, არა რეექსპორტზე და არა რაღაცა თუნდაც წიაღისეულის გაყიდვაზე მარტო. არამედ აი რომ რაღაცა პროდუქცია იქმნებოდეს, დამატებითი ღირებულება იქმნებოდეს საქართველოში, მუშახელიც საქმდებოდეს და ანუ ეკონომიკა გქონდეს რაღაცა მაინც. ხო და გამომდინარე აქედან ხა ძალიან რთული მომენტი აქვს, თუ მოგცემენ შესაბამის კრედიტებს, თუ გაიზრდება ვალუტის შემოდინება, ამ დროს დღეს ჩვენ გვაქვს ლარი, რატო უფასურდება? იმიტომ რომ არის ვალუტის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, გარე ფაქტორებითაც, რომელიც არის რამდენიმე ნაწილიანი, ანუ არის
დოლარის გამყარებიდან გამომდინარე, მაგრამ არის ასევე იმ ნეგატიური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან, პირველ რიგში ამ SNG-ს სივრცეში, ეს არის უკრაინა, რუსეთი, შემცირდა ექსპორტი, შემცირდა ასევე გადმოგზავნები თანხის ამ ქვეყნებიდან, სადაც დიდი დიასპორებია, კიდევ ვახსენე მე საბერძნეთი, სადაც დიდი დიასპორაა, ასევე სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ტურისტების ნაკადი და ასე შემდეგ, ინვესტიციები, ასე შემდეგ, ასე. აი ამიტომ არის და ეხა მაგას ვერავინ ვერ იტყვის ანუ იმდენად ესეთი არაპროგნოზირებადია ჩვენი და მყიფეა ჩვენი ეკონომიკური თუ უბრალოდ ლარის სტაბილურობა, რომ ამის პროგნოზირება თუნდაც რაღაცა ძალიან ძნელია პროგნოზირება. ძალიან ძნელია. კეთილი, მაგრამ მოდი ესეთი შეკითხვა დამებადა ეხა სანამ ჩვენ იმ თემაზე გადავიდეთ, რაც მე ძალიან მაინტერესებს. აი კლიშეც არის ეს ზუსტად მამუკა, აი ზუსტად ის რომ ეხა ხელისუფლებას მთელი ისრების გადატანა უნდა ეროვნული ბანკისგან. მე ახლა ადრეც მithქვია რომ მე ძალიან ესეთი ასე ვთქვა დადებითი წარმოდგენის არა ვარ ეროვნული ბანკის მართველის ესე ვთქვათ ბიოგრაფიაზეც და იმაზეც თუ როგორ მართავს იგი და როდის აკეთებს როდის იყენებს იმ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტარიებს რომ დაგვიანებით იყენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ კიდევ ლაპარაკობ ეს არის ესე ვთქვათ თუ 20%-ია ამაში ბანკი დამნაშავე 80% სამწუხაროდ ეს არის დამნაშავე ჩვენი ეკონომიკური გუნდი პირველ რიგში აგერ კლიშეებიც გავაგრძელოთ კიდე ეგ თემა მთელი ესე ვთქვათ შავი პიარი მთელი ესე იგი ხალხის ქოქოლა ესე ვთქვათ ხდება ფინანსთა სამინისტროზე რომელიც მე მიმაჩნია რომ არ არის სწორი ხა მე ასევე არ ვამბობ რომ ფინანსთა სამინისტრო იდეალურად მუშაობს მაგრამ ეს ფინანსთა სამინისტროს რაც ევალება ძირითადად ფინანსთა სამინისტროს ევალება საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის გადასახადების ამოღება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს რაც დღეს ხდება, ეს ცოტა სხვა სამინისტროს ბრალია. ეს არის ეკონომიკური სამინისტროს ბრალი, რომელიც მე მიმაჩნია, რომ მაგალი ეკონომიკის მინისტრი საერთოდ აზრი არ არის, რა ადგილს ეზის, რა ფუნქციები აქვს მის სამინისტროზე, რა უნდა გააკეთოს. და ეგ ემჩნევა საქართველოს ეკონომიკას. კეთილი, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ხა ეკონომიკის მინისტრი მოკლედ ჯერ ჩამოთვალოთ ტიპები, რომლებსაც ალიbi აქვთ, ანუ ამ დანაშაულში მონაწილენი არ არიან. ეროვნული ბანკი ნაკლებად ნაკლებად. მე არ მithქვია რომ არა. ფინანსთა მინისტრი ამბობს რომ ჩემი ეხლა ამასთანავ უსმინე მის განცხადებას და ჩემი ფუნქცია არის გადასახადის ამოღება, გაიაფებულ ლარში გადასახადის ამოღება პირიქით ჩემთვის კარგია, ანუ გაუფასურებულ ლარში უფრო მეტი გადასახადი შემომდის. შესაბამისად, ჩემი ბრალი არ არის. და დარჩა კვირიკაშვილი. კვირიკაშვილი, რომელზეც შენ თქვი, რომ არის არაკვალიფიციური ამ წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს? მისი ბექგრაუნდი გვეუბნება, რომ მას კვალიფიკაცია აქვს. ესე იგი, თუ კვალიფიკაცია აქვს, აი რა ბექგრაუნდი აქვს, აბა მითხარით. ის როგორც ჩვენ ვიცით, მგონი შეერთებულ შტატებში თუ ბრიტანეთში რაღაცა წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში მუშაობდა მე მგონი საბანკო სისტემაში. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ესე წარმოგვიჩინეს ეს კაცი, როგორც დასავლეთში განათლება მიღებული და ძალიან კვალიფიციური პროფესიონალი და ასე შემდეგ და მისთვის და აი ესეც კლიშეებია, იცით? დასავლეთშიც სამკვირიან ზოგი სამთვიან კურსებს ამთავრებენ, მაგალითად სორბონასთან არსებული კოლეჯია და ასე შემდეგ. არა, შეიძლება ენის არ იყოს, მაგრამ რაღაც კურსი გაიარა, ახლა ორკვირიანივი და იცით რა არის, ნუ ახლა ეგეთი სივები პრემიერ-მინისტრის გახდე, ხო, ბულგაკოვის ეგეთი, ხო, ეგეთი იცით რა არის, საქმით უნდა გამოჩნდეს ყველაფერი. საქმე არის ის, აი დადო მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ, ძირითადად ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობდა მაგაში, დაიდო ის 2020, ეგრეთ წოდებული ქვეყნის განვითარების პროგრამა, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე დაიდო, დღეს ის არის ფარატინა ქაღალდი. ეს მაშინაც ფარატინა ქაღალდი იყო. მე მაგასთან დაკავშირებით დიდი გადაცემა მქონდა მიუძღვენი მაგასთან. იქ რა შეცდომები იყო, მექანიკური შეცდომებიც, მაგრამ დღეს უკვე არის ფარატინა ქაღალდი. ელემენტარულ აბა ეკონომიკური განვითარების რო შევხედოთ შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტი და ასე შემდეგ, ის მონაცემები უკვე
180 გრადუსიან აცდენაშია დღევანდელ სიტუაციასთან და არა მარტო ეგა 2%-იან ზრდაზეც ამას წინათ მოვისმინე განცხადება ჯერთი 2%-იანი ზრდა ჩვენი ეკონომიკისთვის არის არაფერი ფაქტიურად ამაზეც მოვისმინე განცხადება რომ ალბათ გადაიხედება ეს პარამეტრი რომ გახდება 2.5 არა პირიქით ანუ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და ლარის სიმყიფე არ იძლევა ეკონომიკური ზრდის საშუალებას და ამიტომ გადახედავენ ამ პარამეტრს და მე იტყვიან რომ აი არ არის ეს ეკონომიკური ზრდა. თუ კი არ არის ეკონომიკური ზრდა დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ქვეყნის ადამიანების მოქალაქეების სოციალური და აუცი ყოფითი პრობლემები დარჩება ასეთივე მძიმე ან კიდევ უფრო მძიმე თუ კი მას არ შეეხიდა ქვეყნის ეკონომიკური ისა ბოდიშვილი გაგაწყვეტინებთ რა ისა მამუკა აქ მარტო ეკონომიკურ ზრდაზეც არ არის ლაპარაკი. ქვეყანაში არის გაუსაძლესი მდგომარეობა უმუშევრობის მხრივ. ანუ აი ბოლო სტატისტიკური აღწერი ჩვენთან ხო იყო ოფიციალურად საქსტატი აქვეყნებდა რომ 16%-ია უმუშევარი ხო იყო ეგრე ეს მაშინ როდესაც მოსახლეობა ეწერა რომ 4.8 მილიონი ცხოვრობდა საქართველოში წელს ეხლა როდესაც გამოაქვეყნეს მოსახლეობის აღწერა გამოვიდა 3.5 მილიონი. ანუ რა გამოდის, ესე იგი, თუნდაც ოფიციალური სტატისტიკით ჩვენ რომ მიუდგეთ ამას, ხო, უკვე 16% კი არ არის, არის 20%-ზე მეტი უმუშევრობა. ყოველი მეხუთე ოფიციალურად არის. ეს ოფიციალურად თან ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ბევრს თვითდასაქმებულს ეძახიან, რომლებიც რეალურად იმიტომ არიან თვითდასაქმებულები, რომ სამუშაოს ვერ შეულობენ თავისი სპეციალობით და ასე შემდეგ. კატასტროფული მდგომარეობა, ანუ ამ ხრივ არის კატასტროფული მდგომარეობა. მათი შემოსავლები იმაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე გაეროს მიერ თვითდასაქმებულ ადამიანთა დიდ რაოდენობაზე ვიძახი. ვიდრე გაეროს მიერ არის დაწესებული სტანდარტი, როდესაც ადამიანი არ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. შესაბამისად, ეს სტატისტიკური მონაცემი თუ კი ჩავთვლით დასაქმებულ ადამიანად, თვითდასაქმებულ ადამიანს, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლება და საქსტატი ეძახის, ანუ სოფლის მაცხოვრებელი, რომელსაც აქვს საკარმიდამო ნაკვეთი რაღაც პატარა, ხო, კერძო სახლი და იქ პატარა ბოსტანი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ის თვითდასაქმებულია. ანუ იმ ბოსტნიდან თუ იმ პატარა კარმიდამოდან შემოსავალი ვერ აღწევს იმ პარამეტრსაც კი, რასაც ქვია სიღარიბის ზღვარი. ანუ ამ ადამიანის შემოსავლები არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს ადამიანი, ესე იგი, დასაქმებულად ვერ ჩაითვლება, ხო, მისია. ხო, ამიტომ საქსტატი აქაც ცრუობს. როდესაც ხელისუფლება ცრუობს და მანიპულირებს სტატისტიკური მონაცემებით, როდესაც ხელისუფლებას უნდა შავის თეთრად გასაღება. რას ნიშნავს ეს? მე ეხლა უბრალოდ მინდა იმ ადამიანების გასაგონად ვისაუბრო, რომელთაც ობიექტურობის გრძნობა ჯერ მიხეილ სააკაშვილმა დაუკარგა და მას შემდეგ დაკარგული აქვს ობიექტურობის გრძნობა და არანაირი რეალობიდან გამომდინარე დასკვნებს არ აკეთებენ და აქვთ რაღაცა ესეთი ეფემერული იმედები და ამაზე დამყარებული ilūziები და ilūziების შედეგად მე საკუთარი შეხედულებები. როდესაც ქვეყნის ხელისუფალი, რომელიც 3 წელია ხელისუფლებაშია, 2 წელიწად ნახევარზე ცოტა მეტი, უკვე 3 წელი გახდება ოქტომბერში. მან ვერც ერთი არ ვამბობ ეკონომიკურ სიკეთეს, კი ბატონო, ეს რო იყოს ისეთი პროცესი, სადაც ჩვენ ვიცით რომ სწორედ ამის გამო არის ჯერჯერობით ეკონომიკური ვარდნა, მაგრამ ხო ხედავთ რომ როგორც კი გადაიარაღდება სისტემურად და ინსტიტუციურად სახელმწიფო მართლობა, ეს ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ამას ვერ ვხედავთ. შესაბამისად არ არსებობს ის ქმედება დაუშვათ, როდესაც სახლი გინდა აშენო მაღალი და ჯერ თხრის საძირკველს. ხო, საძირკველის თხრას ჩვენ ვერ ვხედავთ. ხო, ანუ მთავრობა, რომელმაც აი ესეთი დიდი დაპირებებით და საზოგადოების უზარმაზარი ნდობით მოიპოვა ხელისუფლება და საზოგადოების თავგანწირვით სხვათა შორის და ხელისუფლებაში დღეს ვინც არიან ეს ტიპები, ხო? ეს სუბიექტები, რომ თითითიძე არ აქვს დადებული არც ერთს რომ ჩვენ დაგვემარცხებინა დაუშვათ ავტორიტარული მმართველობა, ჩვენ შეგვიქმნა აქ დემოკრატიული სივრცე, რომელსაც ეხლა იბრალებს ეს მმართველი კოალიცია. ეს გააკეთა საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეთა ერთობამ, უზარმაზარმა ერთობამ, უბრალოდ მან აღიარა ეფემერულ ლიდერად, იმიტომ რომ მოაზრებითი ლიდერი ყოველთვის ჭირდება რაღაცა პროცესს, ბიძინა ივანიშვილი და მან ჩათვალა რომ მოდი ეს იყოს ლიდერი, ოღონდაც ჩვენ კონდეს რაღაცა სოლიდარობის განცდა ვებრძოლოთ ავტორიტარიზმს. აი ეს არის შედეგი. შედეგი არის ის რომ მოვიდნენ ტიპები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი წარმოდგენა ქვეყნის მართვაზე, არანაირი წარმოდგენა და ხედვა კრიზისულ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა
მაგრამ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ყოველ თავიანთ გამოსვლაში საზოგადოების წინაშე, ანუ მედიის საშუალებით. ამბობენ რას? იმის მაგივრად რომ გითხრან, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვინდა საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და ურთიერთ რაღაცა გაგებითა და ურთიერთ კომუნიკაციით ეს პრობლემები გადავჭრათ. ეს ადამიანები ამბობენ, თქვენ ვინც ჩვენ გვეუბნებით რომ გაქვთ პრობლემები, ხართ ჩვენი ქვეყნის მტრები, თქვენ არაფრად არ ითვლებით, თქვენ ხართ არ ვიცი ვინ, მარგინალები და ჩვენ ვართ ხვითოები, ძალიან კარგად უძღვებით ყველაფერს და მათი ყველაზე ავტორიტეტული ტიპი ბიძინა ივანიშვილი მდიდარი კაციც არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციიდან ყოველდღიურად საკუთარ ტელევიზიაში გამოდის და იგივეს გვეუბნება. ანუ პირდაპირ ის მიდის დაბომბვა საზოგადოების ცნობიერებაზე, როგორმე მალ რეალობიდან გამომდინარე ადეკვატური დასკვნები არ გააკეთოს. ეს არის საშინელება. ეხლა რატომ წამოვიყვანე აქეთ მამუკა ჩვენი საუბარი, იმიტომ ძალიან მინდა რომ მიზე შედეგობრივად გადავიდეთ აი ამ კავშირი გამოვნახოთ დღევანდელ სიტუაციაზე, დღევანდელ დამოკიდებულებაზე და დავუშვათ იმ თემაზე, რასაც ერქვა სტალინიზმი და აი სტალინის პერიოდში მე ესე ვხედავ. სტალინის პერიოდი როგორც ბოლშევიზმის ტოტალურად თლიანი პერიოდი 1917 წლიდან 1991 წლის ჩათვლით იყო დაფუძნებული ბლეფზე, ეფემერაზე, არარსებულ რაღაცაზე, სხვა შორის ნაციონალ-სოციალიზმის, ხო? ნაციონალ-სოციალიზმის იდეა რა იყო? საზოგადოების, ანუ ელემენტარული ფსიქოლოგიური მომენტი, ფსიქოლოგიური ზემოქმედება საზოგადოებაზე, იმიტომ რომ საზოგადოება ერთიანდება მაშინ, როდესაც მტრის ხატს დაუსახავ მას. ანუ მისთვის, როდესაც ყველა მოქალაქისთვის სოციალური სტატუსის მიუხედავად, საერთო მტერს მოიგონებ, საზოგადოება ავტომატურად ერთიანდება საერთო მტრის წინააღმდეგ. ადოლფ ჰიტლერმა გააკეთა ეს ებრაელების სახით, მან თქვა, რომ დაუშვათ ებრაელები არიან ყველაზე დიდი მტერი გერმანული სახელმწიფოსი და მისი კეთილდღეობის და ამიტომ დაუნდობლად ვებრძოლოთ მას და მარტო ებრაელების არა, ბოშების და სლავების და კიდე სხვა. ნუ ხო, ბევრი, მაგრამ ნუ ესეთი ის გამოყვეთა მტრის ხატი. იმაზე გართულება ქონდა სასწაული. მოაზრებითი ესეთი მტრის ხატი, სადაც სხვადასხვა ამან აღიარება, ანუ ენდნენ ამ საკუთარ ლიდერს, ფიურერს და დააჯერა საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი დაახლოებით 80-90% გერმანიისა და მან მე მიიღეს შედეგი, რაც მიიღეს. იგივე ხდებოდა ბოლშევიკურ საბჭოთ, კომუნისტურ რეჟიმში. რეჟიმი, რომელმაც რეალობა და მატერიალური გარემო აბსოლუტურად უარყო, იგნორირება გაუკეთა, შექმნა მოაზრებითი განვითარების თეორიულად რაღაცა, რომელსაც პრაქტიკაში არანაირი რეალური შედეგი არ ჰქონდა, ესეთი განვითარების მოდელი და გადაწყვიტა, რომ ეს განეხორციელებინა რეალობაში. ანუ არა თავისუფალი ბაზრისა და ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც ბუნებრივად ვითარდება, ხო? არამედ რაღაცა სხვა ღირებულებები, რომელიც ადამიანისთვის, აი ესე ვთქვათ, ცნობიერად თვითონ აი ყოფითად საერთოდ მიუღებელი არ არის ეს მისი ბუნებრივი გარემო და აი აქ დაიწყო ამ ქვეყნის განვითარება. განვითარებაში რატო ვამბობ, ხა მოხდა, რა თქმა უნდა, ბევრი პროგრესი, მამუკა არ მინდა რომ ცალსახად ის ვიყო, რა ქვია, ნეგატიური, ობიექტურად ნეგატიური მინდა ვიყო. მოხდა სტალინის პერიოდში სახელმწიფო გაძლიერდა, მან რაღაც უზარმაზარი ომი მოიგო, ეკონომიკური პარამეტრები ძალიან ესეთი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რის ხარჯზე? როდესაც იგივე პარამეტრებზე გასვლა თავისუფალ საზოგადოებას და დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოს ამხელა მსხვერპლის გარეშე ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ბუნებრივი განვითარების გზით მიდიოდა და ისედაც ჰქონდა, აი მაგაში ვერ დაგეთახმე, მაგრამ მაგას მერე ვიტყვი რა. კი ბატონო, მაგაზეც ესეც სადაო თემაა და საკმაოდ ციფრებით გეტყვით როგორ არის და იმენა. კი ბატონო. და აი სტალინიზმი, სტალინმა მიიღო სახელმწიფო, ნუ ფაქტიურად გაჩანაგებული, გაუგებარი სახელმწიფო, რომელსაც საბჭოთა კავშირი უკვე ერქვა. და შემდეგ უკვე ის გზა, ვინც ახლა ზედაპირზე რაცდებს, ხო, აი აისბერგის ზედაპირი რაც არის, ნახოთ. მან დაიწყო შემდეგ საკუთარი მოაზრებითი მოწინააღმდეგეების განადგურება, მოახდინა ხელისუფლების მთლიანად ხელში მოქცევა, განახორციელა არმიაში და პარტიულ სტრუქტურებში რეპრესიები, შემდეგ, ნუ სხვადასხვა ესეთი რეპრესიული მექანიზმებით მან შექმნა რაღაცა ძლიერი სახელმწიფო. თუმცა კი დასავლეთის დახმარებას ყოველთვის საჭიროებდა ომამდეც და ომის შემდეგაც. მაგრამ ესეც ცალკე თემა იყოს. მაგრამ ეს რა დაუჯდა? დაუჯდა თუ არა ეს ადამიანების, მოდი ჯერ ფიზიკურ სიცოცხლეზე, ქონებაზე და ბუნებრივ გარემოზე და ასე შემდეგ არ ვისაუბრებ, დაუჯდა თუ არა ადამიანების მთელი ამ 260 მილიონი ადამიანის თავისუფლებად.
ადამიანის ბუნებრივად განვითარების გარემოს აი ესე წართმევად. დაუშვათ თუ არა ეს ამ ადამიანს? კი ბატონო, მე ხლა მამუკა ჯერ დღევანდელობაზე მინდა ორი სიტყვით თქვა და რა ხდება დღეს. აი თქვენ იცით ბოლოს ეს ავადსახსენებელი NDA-ის და IRA-ის კვლევები რო ქვეყნდება, ჯერ საერთოდ აბსურდია, ხო? სხვა სახელმწიფო ატარებს რეგულარულად შენ ქვეყანაში რაღაც კვლევებს, რომელსაც აქვს სიმართლის ბოლო ინსტანციის ბეჭედ დარტყმული და შემდეგ აიძულებს პოლიტიკურ პროცესს და საზოგადოებას ანუ ეს გამოკითხვა, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში წარმართავს ქვეყანაში ცხოვრებას. შემდეგ 2 კვირის განმავლობაში ეს რო ტარდება, ამით იცხოვრობს და შემდეგ თვეების განმავლობაში ამის ანალიზია ქართული საზოგადოება. მე ცოტა სხვა წარმოდგენისა ვარ მაკვლევებთან დაკავშირებით, საერთოდ კვლევა არ არის და ეს ცოტა სხვა რაღაცა არის, მაგრამ მაგას ესე ვთქვათ, ასე შეთქმულების თეორიის მაგვარში თუ გადავალთ, საერთოდ მაშინ არ უნდა განვიხილოთ, მაგრამ მე ხარ ამინდა თქვა. მაკვლევამ დადო, რომ 31%-ო ამ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანეს ემხრობაო. დღევანდელობას მინდა ეგ დაუკავშირო. მე მგონია, რომ ეს 31% იცით რა პროცენტია? აი უბრალოდ საქართველოში, აი ამ სიდუხჭირე, რაც დღეს არის აქ, და ეს გაუსაძლესი მდგომარეობა, ხალხი ამ ევრაზიულ კავშირს რაღაცათი ასოცირებს საბჭოთა კავშირთან. საკუთარი წარსულთან სადაც ესე არ უჭირდათ. დიახ, რასო, არა, ესე არ უჭირდათ კი არა. თქვენ ახლა სოფელში რომ ჩადიხართ, სოფელში. და გინდათ, აი მიდიხართ ამხანაგები ვიღაცას უნდა დაადგეთ სადღაც ჩახვიდეთ და საქეიფოთ. თქვენ აქედან ღვინოც მიგაქვთ და სამწვადეს თბილისში, ხო? ხო. ეხლა მე თუ ეხლა იმასაკის ადამიანი ვართ, მე მგონი მოვესწარით რაღაცა სოფელში რო ჩადიოდი, თბილისიდან სამწვადი არ უნდა წაგეღო და ღვინო არ უნდა წაგეღო. სოფელი ასე თუ ისე ძლიერი იყო. ხო და აი ეხლა დღევანდელ დღეს მინდა კიდე ამ ეკონომიკის სამინისტროზე და ეკონომიკურ პოლიტიკაზე რო საუბრობდი. აი ეს NDA-ის გამოძახილი, მე ამის გამოძახილად მგონია, რომ ხალხი რაღაცნაირად ნოსტალგირებული არის იმ დროზე, რომელიც მეც არ მომწონდა. არ მომწონდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ახლა ნორმალურ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, რომლისთვისაც თავისუფლად აზროვნება ნებისმიერ სფეროში, ხელოვნებაში იქნება, ის პოლიტიკაში იქნება თუ სად იქნება, რომ ის დრო ერთპარტიული დიქტატურა მოეწონოს, ხო? უფრო 30-იან 40-იან წლებს თუ ავიღებთ დიქტატურა და ტოტალიტარიზმი, 60-იან წლებს თუ ავიღებთ, ნუ ცოტა ლაითი დიქტატურა იყო, ახლა ბრეჟნევის დროს მოგეხსენებათ რაც. მაგრამ ხალხს ისა აქვს ასოცირებული. აი იმ დროს აქედან ის რისკი არ იყო მაშინ. რაც არის დღეს. თქვენ რასაკვირველია. მაშინ ვერ დაინახავდით თქვენ ბავშვს ან ქალს ან მამაკაცს მოხუც ადამიანს, რომელიც უკაცრავად და იქექება ნაგვის ყუთში. თქვენ მაგზეთ რაღაცას ვერ დაინახავდით. რომელი ქვეყანა იყო, რომელიც ბინას აშენებდა, მესმის ის ბინა გასარემონტებელი იყო კიდევ ერთხელ, ანუ იმაზე ხარჯავდით ფულს, რომ გაგვერემონტებინა, მაგრამ ბინა იყო, ხო? და ჩუქნიდა. ბინა ჩუქნიდა, ხო? არა, საკუთრებაში არ იყო, ხო? არა, ნუ ეხლა ჩვენ თუ თავს მოვიტყუებთ, ხო არ იყო, როგორ ეხლა საკუთრებაში იყო, მოდით რა ეს. და სახელმწიფომ შექმნა მაგის საბინაო კოდექსი. მე წამოვიღე ეხლა თქვენ ეხლა მითხარით ეკონომიკის სამინისტრო და ესე რა აი ეს არის პირველი კვარტალის ამონაწერი ეკონომიკის სამინისტროს რა ზოგიერთი მუხლები რაშია დახარჯული 51,000 პირველ კვარტალშია ლაბარაკი მარტო ცენტრალურ აპარატს ეკონომიკის სამინისტრო სასტუმროებში აქვს დახარჯული 3,000 ლარზე მეტი აქვს ნამსხვრევში და შოკოლად ბარამბოში 3,000 აქვს ყავაში 10,000-მდე კოკაკოლაში, 20,000-მდე რესტორნებში და 10,000-მდე კიდე ალკოჰოლური რაღაც საჩუქრები და ამ შორის ხარიზი თქმა მინდა. ხო არა 100,000 ახლა ვიღაცა იტყვის ახლა მილიონებში არ არისო, მაგრამ შედალო ცვილიშვილო 3,000 ლარი ხელფასი გაქვს, 3,000 ლარს დანამაც იღებს. კიდე კვარტალში ერთხელ პრემიას იღებ და ყავა ბიუჯეტის თანხით უნდა იყიდო? და შოკოლადი. აი ეს ხო მარაზმია. აი ახლა მე თქვენ რას გე აი სახელმწიფო ავაშენეთ აი ესეთი. ამაზე კომუნისტები იჭერდნენ. ახლა მოდით ჩვენ განსაზღვროთ ეს დასაჭერია თუ არა. აი ესეთი ბიუჯეტის ხარჯვა. ნუ როგორც მინიმუმ თანამებიდან გასაგდებია. ხო? მინიმუმ, ხო? ხო.
აი ახლა დაუბრუნდეთ ამიტომ მე რო ლაპარაკობ რო კლიშეები მეთქი მე არც ფინანსთა სამინისტრო და არც ეროვნული ბანკი კი არ დამიცვია ამ შემთხვევაში მაგრამ ეს ყველაფერი არის ყველაფერი არა ეს ყველაფერი არის რასაკურველია მთავრობის იმიტომ რომ მთავრობა არის პასუხისგებელი ამ თლიანად პოლიტიკაზე მაგრამ კონკრეტული ჩავარდნები არის სამინისტროებში რა თქმა უნდა რა მაგალითად თუ მოგწონს ჩვენ რომ რაღაც გაკეთდა და ძალიან დიდი პოზიტივი გაკეთდა მაგალითად ჯანდაცვის სფეროში და აკეთებს მე მაგალითად სიტყვა არ მომიბრუნდება რომ რაღაცა აუგი ვთქვა დღეს ყოველ შემთხვევაში აუგი ვთქვა იმ მინისტრის მიმართ რომელიც არის სერგეენკოს მიმართ რომელიც ჯანდაცვის მინისტრია მაგრამ ახლა არის ხალხი რომელიც აბსოლუტურად ესე იგი გაგებაში არ არის სადმუშაობს ხო და აი ახლა ჩვენ კლიშეებზე რო ლაპარაკობდით გადავიდეთ იმაზე ანუ კლიშე იყო მაგი რომ ყველაფერში დამნაშავეა მთავრობა იძახის ეროვნული ბანკი და მთავრობაში თუ ვინმე დამნაშავეა ფინანსთა სამინისტრო არ არის ბატონებო ეგრე მაგრამ ეხლა თქვენ რა თემაც შემოიტანეთ აქ ძველი დრო აი რომელიც დაუკავშირეთ ჩვენ იმ აღწერას იმ NDA-ს და IRA-ს და სტატისტიკის სამმართველოს სამსახურის იმ ციფრებს მე ესე ახსენი ხალხი მისტირის იმ დროს როდესაც არ შიოდათ სოციალურად დაცულები იყვნენ და ხვალინდელი დღის არ ეშინოდათ მე ამას იმ წყობას ნეგატიურად აღვიქვავ მაგრამ დღეს რაც უნდა გაკეთდეს ზუსტად იმას რასაც აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო ხო სოციალური პროგრამა ოცნებამ სოციალური ბიუჯეტი შემოიტანა ეს უდავოა მაგრამ ამ სოციალურ ბიუჯეტს თუ ეკონომიკურად შენ სწორი ნაბიჯები არ გადადის ეს სოციალური ბიუჯეტი შენ ჩამოგეშლება თავზე იმიტომ რომ ელემენტარულად სახსრები არ გეყოფა მაგისი რასაც ეს არის გადასახადების წინა შეხვედრაზე ველაპარაკეთ გადასახადების შემცირება და სხვა რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ რატო უნდა მოვიზიდოთ იმიტომ რომ თუ გადასახადები ძალიან არ შევამცირეთ ჩვენთან არ არის მუშახელი ისეთი იაფი როგორც მაგალითად ინდოჩინეთში ჩინეთში იგივე ლაოსში და იმაში ხო ამიტომ ჩვენ რაღაცა მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სოფლიოს საზოგადოებას სოფლიო establishments business establishments რომ შემოვიდეს საქართველოს სხვანაირად არ შემოვა ის საქართველოში მაგრამ ეხლა გადავიდეთ იმ თემაზე რაც თქვენ თქვით აი სტალინის თემაზე და კლიშეებზე ეხლა მსგავსებაზე მინდა უბრალოდ გითხრა მამუკა და კი ბატონო მე აი ზუსტად იმ მიმართულებით წავიყვანოთ საუბარი რისი თქმაც გინდოდა ესე იგი მე ვთქვი რომ საზოგადოების ცნობიერებაზე დღეს ზემოქმედებს დაუშვათ იგივე ეს კვლევებიც საქსტატი და მთავრობა. მთავრობა ეუბნება ადამიანს, რომელსაც აქვს ხვალ სიკვდილით, შიმშილით სიკვდილის რისკი, ეუბნება რომ ყველაფერი კარგად არის. ანუ ადამიანი იძულებულია აღიაროს დაუშვათ იმიტომ რომ ის მთავრობის წევრია და შესაბამისად რა ხმთავრობის წევრია, ესე იგი ის უფრო ჭკვიანია და უფრო კარგად ადეკვატურად აფასებს რეალობას და ასე შემდეგ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ენდობა მას ბრმად მიუხედავად იმისა რომ მას ხო და არ უნდა ენდოს აი ხა მე იყო თუ არა იგივე საბჭოთა კავშირის აი ხო ჩვენ პოსტსაბჭოთა ინერცია კი ბატონო აი ხლა აი ერთი ვართ რასაკურველიო ვართ მაგრამ აი ნახოთ მაგალითად ქალბატონი თინა ხიდაშელის დანიშნა თქვენ ამ დანიშნის ეპიზოდებს ხო უყურებდით აი კადრები რაც გადიოდა ხო ეს მე მგონი ქალბატონი თინას ყველაზე ბედნიერი დღე იყო რომ დაინიშნა მთელ თავის ცხოვრებაში ხო იმჩნეოდა გახსოვთ თქვენ პრემიერ-მინისტრი მირეკავსო გახარებული სახით და როგორ იყო ხო და ამ დროს პირიქით უნდა იყოს ბიჭო შენ იქ სამუშაოდ მიდი შენ იქ სამუშაოდ გაგზავნის ხალხი უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება მაგრამ ხვდებით რა ხდება ანუ ჩვენთან პოლიტიკიდან აღმასრულებელში მისვლა და ასევე პოლიტიკაში, ანუ პოლიტიკა და აღმასრულებელი ხელისუფლება, მინისტრობა და ესე ვთქვათ, ზემოთა მენეჯმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების. ეს არის ელემენტარულად კეთილდღეობის მოპოვების საშუალება. მეტი არაფერი. საზღვარგარეთ, როდესაც ბიზნესი თავისუფალია. ჩვენთან არ არის თავისუფალი. არც სააკაშვილის დროს არ იყო, არც შევარდნაძის დროს არ იყო, მაგრამ ყველაზე სხვათაშორის ყველაზე უფრო თავისუფალი კიდე შევარდნაძის დროს იყო. და არც ახლა არ არის. თავისუფალი განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რაც მე ვიცი
ამ რა ხდება ტენდერებზე და სხვადასხვა მასეთ ესე თქვა ცუდ რაღაცეები მომდის ინფორმაცია საზღვარგარეთ ბიზნესმენს აზრათაც არ გაუჩნდება თუ რაღაცა იდეალი რაღაცა არა წუხებს და რაღაც თავის რაღაც მიზნები არა აქვს რაღაცა განახორციელებს ყოველ შემთხვევაში ფულის საკეთებლად იშვიათად რომ ნორმალურ პოლიტიკაში წავა სხვა რაღაც თავისი ამბიციის დასაკმაყოფილებლად თავისი ამბიციის დასაკმაყოფილებლად რაღაცა მაგდაგვარის ანუ პიროვნული შეიძლება სულაც დიქტატორი იყოს და უნდოდეს წავსა ვლასტი უნდოდეს მაგრამ იმისთვის რომ ფული გააკეთოს ამისთვის ნაკლებად ხვდებით აქ ატროფირებულია ყველაფერი ახლა თქვენ რაცა თქვით სტალინის პერიოდზე კომუნისტების პერიოდზე და იმ დროზე მე ამ შემთხვევაში არ მინდა განვიხილო არანაირად არ ვიხილავ იგივე სტალინურ პერიოდს იგივე კომუნისტების პერიოდს იცით რა კუთხით ადამიანის უფლებების კუთხით თავისუფლების კუთხით ელემენტარულად თქვენ მოგეხსენებათ და ხა ჯინს ვერ იყიდიდი ისა მუსიკას ვერ მოусმენდი ვერ იყიდიდი უпростურად რაც შენ მოგწონდა ფეხბურთს ვერ უყურებდი კლუბები თამაშობდი ფეხბურთს უყურებდი მაგრამ ნუ ხო საზღვარგარეთ არ გიშვებდნენ მაგრამ იქიდან უყურებდნენ ხო ნუ ესე ხა სიღარიბის ბრალიც იყო იმიტომ რომ ტელევიზია სახელმწიფო იყო სახელმწიფოს არ ქონდა ამდენი ფული რო ეყიდა მარადონას და მათი პელეს თამაშები და ამიტომ ესე ვიქცეოდი. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. აქ არის კლიშე ახლა, აბსოლუტური კლიშე საქართველოში და იმიტომაც არის, ახლა ამას გადავაბავ, იმიტომაც არის ის 31%, რომელიც ახლა ამბობს ევრაზიული ესენი მისტირენ რა დროს. საქართველოში საუკუნის დასაწყისში, აი მენშევიკების დროს, ესე ვთქვათ რა, საქართველოს რესპუბლიკა რო შეიქმნა. 12% იყო წერა-კითხვის მცოდნე ხალხი. 12%-მა იცოდა წერა-კითხვა. 38 წელს, ანუ 20 წელიწადში, ეს პროცენტი ავიდა 98%-ამდე. თქვენ ვერ მეტყვით მე ვერანაირ გარდა ტოტალიტარულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ესეთი რამის გაკეთება. მე აქ ხვდებით რა გეუბნები? მე აქ ანუ ფაქტიურად ტოტალიტარული სახელმწიფო მოვიყვანე როგორც პოზიტივი. როცა მე ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ხალხს, რომელმაც ეს პოზიტივად შეიძლება დააფასოს თვითონ წყობა, მაგრამ აი პოზიტივი. თბილისში აშენდა. მაგრამ ახლა მე ერთი რაღაც მინდა დღეს აი თქვენ სტალინი ახსენეთ და მე მინდა შემოვიტანო თემა ესეთი რომ ძალიან დიდი კლიშეები არის აი Facebook-შიც, ტელევიზიაშიც და მასმედიის სხვა საშუალებებშიც რომ ესე იგი პირველი თემა რომ სტალინმა ტერიტორიები დაარიგა ეს ერთი იცით ისა ხო სხვა რა თქმა უნდა მეორე თემა ის რომ ესე იგი საქართველოსთვის არაფერი არ გაკეთებულა არ გაუკეთებია და ხალხი მაგ დროს ისე ცხოვრობდა რომ მოკლედ ქუჩაში ვერ გავიდოდა მე ამ შემთხვევაში არ ვეხები სტალინს როგორც ესე ვთქვათ ეკონომიურ ფენომენს თუმცა აქ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო 30-იანი წლების დასაწყისიდან როდესაც კოლექტივიზაცია წავიდა საქართველოში ის მაპროფილებერი პროდუქცია რომელიც საქართველოში ძირითადად მოიყვანებოდა მოყავდათ ანუ ხილი, ჩაი და სხვადასხვა ანუ აი ეს სუბტროპიკული კულტურები. კომუნისტების დროს მოგეხსენებოდათ სახელმწიფო შესყიდვა ხდებოდა ანუ კოლმეურნეობაში და ამ პროდუქციის ხო ანუ კაცი მუშაობდა და შემდეგ იმ პროდუქციის შესყიდვა ხდებოდა და ამითი უხდიდნენ შრომადღეს. ასევე საკარმი დამონაკვეთზეც მოხდა რაღაც პროდუქცია რომელსაც მე ყიდდა ბაზარში. აი იმ პროდუქციის ფასი სახელმწიფო ფასი გაზრდილი იქნა შედარებით სხვა პროდუქციასთან რას გულისხმობ? მაგალითად, შუა აზიაში თუ დილიდან საღამომდე ვიღაც მუშაობდა რომ 10 კილო ბამბა მოეკრიფა, დაუშვათ იმას, რასაც აძლევდნენ იმ 10 კილოში, ხო? აქ გაცილებით უფრო ნაკლებ
მაგალითად ფორთოხალში ან მანდარინში ან ჩაიში გაცილებით უფრო მეტი შემსყიდველი ფასი იყო იმისი ვიდრე ის გამოიმუშავებდა ესე ვთქვათ ბაზარი ქვეყანაში სხვადასხვა ფასი იყო არა შეფარდებით როგორც საბაზრო ეკონომიკაზე მაგალითად საბჭოთა კავშირის გარეთ რო იყო არამედ თვითონ შიგნით მაგალითად აიღეთ საწვავის ფასები საწვავი ახლა მოგავ ჩვენს მოვსწრები ვართ ხო იმ დროს რომ კაპიკი ღირდა 100 მეტრი ის 100 მეტრი ტაქსი ხო კომუნალური გადასახადი როდესაც ეხლა ადამიანი ვერ რთავს იმას რა ქვია გათბობას ზამთარში და ცხელი წყალს ცდილობს რომ ხშირად არ ჩართოს რომ დაიწერება ანდენზეა ან გაზზეა ხო თქვენ ხო იცით როგორ იყო 5 მანეთად გაზი, შუქი, წყალი, ნაგავი და ასე ყველაფერი იყო 5 მანეთში ეტეოდა. საიდან იყო ესა? ხო, აი ეს მაინტერესებს. ეს არის. ეს იყო ფაქტიურად ესე ვთქვათ, ფარული დოტაცია, რომელსაც ნუ ეხა მოდიოდა რუსეთიდან, ციმბირიდან და ასე შემდეგ, ნუ რუსეთიდან ძირითადად იმ რესპუბლიკებზე, რომელიც შენარჩუნებაც ამათ უნდოდა. ნუ ეხა ესეთი ტიპები არიან, ნუ აი ეს საერთოდ საბჭოთა კავშირი იყო უნიკალური იმპერია. ანუ იმპერიის ესე ვთქვათ სადაც კოლონიაში უკეთესად ცხოვრობდა ხო აი მაგიმიდო ხო ანუ იმპერიის დუღაბებელი ერი შემკრავიერი რომელიც იყო ხო ის ცხოვრობდა უფრო ცუდად ვიდრე ბევრ კოლონიაში ეს არის ფაქტი იგივე ქარხნები ფაბრიკები რო შენდებოდა აქა რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან არ შენდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ის ქარხანა მერე ხო აქ ქონიდა პროდუქციას აქ საქმდებოდა ხო ქართველი საქმდებოდა და ის მუშაობდა მაგრამ ათობით 1000 ადამიანს ასახლებდნენ საქართველოში რომ ამ ქარხნებში ემუშავა აი ახლა თქვენ აი კიდე მეორე მითია აი ახლა მოდით აი ეს არის ბატონი პაატა გუგუშვილის წიგნი ცნობილი ეს კომუნისტების დროს არის ავად სახსენებელი კომუნისტების დროს არის გამოცემული ახლა მე მინდა რამდენიმე წაგიკითხოთ რამდენიმე ციფრი სიამოვნებით 1803 წელს ანუ ახალი დაპყრობილია ქართკახეთი თუმცა დაპყრობილიც ეგ ცოტა ისეთი თემაა გიორგი მე-12-ი აქეთ ეხვეწებოდა დამიმყარიო და მე ბოლოს ცოტა მე მიხვდნენ ცოტა თლათ რაღაცა ვერ ვთხოვე ისეო 3000 სახლი იყო თბილისში სულ 20000 სული მოსახლეობით და აქ არის ძალიან ნიშანდობლივი სტატისტიკა რამდენი ეკლესიები იყო თბილისში 15 ქართული ეკლესია იყო 24 სომხური ერთი ბერძნული ერთი კათოლიკე ერთი მეჩეთი ეს არ არის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი რომ თქვას ვიღაცამ რომ ვიღაც პასკევიჩებმა და ვიღაცებმა ასე სპარსული გავლენა და იმიტომ ერთი წუთით მე გეუბნებით 15 ქართული 24 სომხური 20000 მოსახლეობიდან სომხური მოსახლეობა რაც აღრიცხული იყო დაახლოებით იყო ეხლა გეტყვით ნახევარი 10000 მაგრამ მე პროცენტიც იზრდება ზოგიერთ პერიოდში ეს მოსახლეობა თორე ეს არ ნიშნავს ვისაც ხმის უფლება ჰქონდა. მაშინ ხმის უფლება ჰქონდა იმას, ვინც გადასახადს იხდიდა. გადასახადის გადამხდელებით შე რო აგვეღო, 90% იყო სომხური მოსახლეობა, იმიტომ რომ ნუ ბიზნესი ჰქონდათ და ასე შემდეგ. ხო ფაქტია, ახლა მე თვითონ მერიაში ეკონომიკური მრჩეველი ვარ. ფაქტია. დიმიტრი ყიფიანი იყო ერთი ქართველი მერი და მეორე ორი ქართველი მერი ყავდა სულ იმას რა ქვია ქართულ საზოგადოებას. ისიც დიმიტრი ყიფიანი იმიტომ გავიდა, რომ ესე ვთქვათ, ვიცე-მერი მეორე ნომრად ვინც მოდიოდა, ის სომეხი დააყენეს და ნუ იქ რაღაც თვითონ სომხებში იყო რაღაც სომხები ბიზნეს სომხებსა და ესე ვთქვათ, რელიგია სომხებს შორის იყო რაღაც დაპირისპირება და მაშინ მოხდა ეს და რუსებიც რუსები ყოველთვის ქართველებს უჭერდნენ მხარს, ამ შემთხვევაში ეგ საკრებულოში რომ არჩევნები იყო, იმიტომ რომ ვერ უმკლავდებოდნენ სომხებს და ასე ვიღაცები მაინც გაყავდათ. აი მე ახლა გეუბნებით ფაქტებს. ეხლა აი ყბადაღებული თემა, რომელსაც ყველა ერიდება კომუნისტების დროს ყველაზე დიდი ლაკა კომუნისტების რა არის?
და მათ შორის 20-იან 30-იან წლებში. თბილისში ეკლესიებს ანგრევდნენ, ხო არა? არა, თბილისში ნაკლებად შეეხო პრინციპში ის თინ გრევა. ეხა რამდენი სომხური ეკლესია? 2. საწავიდეს 24. აი არ ვიცი. ხო, ანუ და ძალიან მაინტერესებს. სად არის 22 სომხური ეკლესია? ხო. აი აჰა, მაგრამ მე ისი თქმა მინდა, იცით? ამიტომ ეს რა წყაროებზე დაყრდნობით არის? ეგ არის უეჭველი წყაროებზე დაყრდნობით, ყველამ რო იცის და არავინ არ ლაპარაკობს. მაგრამ მე ისი თქმა მინდა, იცით? ანუ კლიშეები შემოდის საზოგადოებაში და მე ეს საზოგადოება იწყებს ტრიალს იმაზე, რა ქვია, ერწრეზე. 30-იან წლებამდე თქვენ მითხარით ერთი ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, ნებისმიერ დარგში. შეგიძლიათ მითხრათ? არა, არ შეგვიძლია და რატო? ხო. აბა რატო? იმიტომ რომ საქართველოში მანამდე არ იყო უბრალოდ არ არსებობდა გარემო, რომ საქართველოს ეცხოვრა ნორმალური სახელმწიფო ცხოვრებით. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ. კი ბატონო, მაგრამ მე ხო თქვენ მოგიყვანეთ 1803 წელში როგორი აღწერა იყო თბილისში. თუ მაგალითად სომხებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ბიზნესი ეწარმოებინათ, ქართველი რატო ვერ აწარმოებდა? მე მაქვს პასუხი მაგაზე. მეც მაქვს პასუხი მაგაზე. დიახ, აბა გისმენთ. და ეხლა გეტყვი რატო? აი სომხეთი იმ პერიოდში, ანუ სანამ აქ პასკევიჩი და რუსეთის გავლენები სიდა დაიწყებოდა, იყო განუყოფელი ნაწილი ირანის იმპერიის. ერთ-ერთი სავასალო იყო ირანი, ეხლა რაც არ უნდა ჩვენთვის მტრად მოაზრებული ქვეყანა იყოს და უარყოფით ემოციებს იწვევდეს. და აღმოსავლეთ საქართველოს ირანის შახები ჩვენ მეფეებს რას ეძახდნენ? არა, გასაგებია. კი ბატონო. ანუ ჩვენ ესე ვთქვათ, ბევრად უფრო ის იყო განუყოფელი. არა, უყურეთ რომ ისი ტერიტორია რომელიც მოდით რუქას რომელსაც ირანში უშვებდნენ, იქაც საქართველოს იყო მაგათი. ანუ განსხვავება იყო ის რომ მონარქებს ნიშნავდა, აქ ანუ ის აღიარებდა ფორმალურად მაინც რომ საქართველოს მონარქს კი არ ნიშნავდა, თავის ნიშნავდა, თავის ესე ვთქვათ წარგზამ მართ ამირას ნიშნავდა, მიმიხვდით? არა. ეგრე იყო. აქაურ დაუშვებდით მე. აქაურ ტახტის მემკვიდრეს ლეგალიზაცია უნდა მოეხდინა ირანის შახს და ის აძლევდა რეგალიებს შენ ხარ საქართველოს. აი ახლა მე ერთი რაღაც სომხეთს ესეც არ ქონდა. თქვენ ხო თქვით რომ ასახლებდენო. ახლა მე თქვენ მითხარით საქართველოში 2000 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოში ერთი პერიოდი როდესაც მოხდა ქართველთა ეთნიკური ექსპანსია რომელიმე რეგიონში. თუნდაც დავით აღმაშენებლის მეფობის დროს, რომელსაც ჩვენი ხატია დავით აღმაშენებელი. არ ყოფილა ესეთი. რა გააკეთა, უყურეთ, რო უყურა აქ იმას ლიპარიტებზე იმას, ხო? კაცმა აიღო, გადმოასახლა ეს ყივშეღები და ამით გააკეთა საქართველოს. ფაქტიურად შექმნა საქართველოს დაკუცმაზე. ანუ ამათ იმედი მე არ მაქვს ჩამოვასახლო და მერე დაიწყო წოთნა. ხო? ანუ ეხლა მე გეკითხა, ანუ თქვენ ეგრეთი ფაქტი ხო არ გახსენდებათ საქართველოს ქართველთა დემოგრაფიული ექსპანსია ამ 2000 წლის მანძილზე. არა, შაჰ-აბას პირველის დროს გადასახლება. მე ექსპანსიას გეუბნები, როცა ქართველი რაღაცას იპყრობდა, ანუ სახლდებოდა და ექსპანსიას ეწეოდა. ქართულ კულტურულ გარემოს ხვნიდა. არა, არ მახსენდება. და რატო? კომუნისტების დროს იყო. სად? ნიაგრუზინსკაია? არა, გენეცვალე. აფხაზეთში, რომელიც ჩვენ ბოდიში და ამ სიტყვაში და წავასხით. და იმას ჩვენ აფხაზეთი რომც დავიბრუნოთ ჩვენ იმას რაც კომუნისტების დროს გაკეთდა აფხაზეთში იმას ვეღარასდროს ვეღარ დავიბრუნებთ სოხუმი და სოხუმის იქით ქართველი არ ცხოვრობდა პრაქტიკულად აი აქ არის ერთი წუთით აი მე სტატისტიკა მე-19 საუკუნის ბოლოს აფხაზი იყო 40000 ქართველის დაახლოებით 40000 აფხაზეთში ეს 40000 იყო ძირითადად სამურზაყანო აქეთ გალის რაიონი და ნაწილი გულრიფშის არა ნაწილი ოჩამშირის რაიონი იქით ქართველი აღარ ცხოვრობდა ნაწილობრივ აღარც აფხაზი ცხოვრობდა იმიტომ რომ ორჯერ მე-19 საუკუნეში მეფემ გადაასახლა 20-30000 თურქეთში უფრო გადაასახლა თვითონ წავიდნენ ახლა რელიგიის გამო აი ეს მოხდა. მეორე ექსპანსიას გეტყვით. სამცხე-ჯავახეთი. ხო, აი ეს არის საინტერესო. სამცხე-ჯავახეთი.
აი ახლა მოდით ახლა ხო ახალი საქართველო ქვია თქვენ ტელევიზიას ხო და მოდით ახლა არ მინდა რა ძალიან იცით რა დაიღალა ქართველი ხალხი ამდენი პოლიტკორექტულობით ლაპარაკს რა კი ბატონო დავარქოთ ყველაფერს თავის პოლიტკორექტულობით ლაპარაკს ოღონდ შედარებით კორექტულად რომ არ გადაესახლებინათ თურქები ხო მესხეთელი თურქები არა თურქები რო არ გადაესახლებინათ 44 წელში მინიმუმ 9 მილიონიანი თურქული მოსახლეობა ეხლა ხო გეყოლებოდა იმიტომ რომ იქ 400,000 9 მილიონი გახდა ხო ხო გეყოლებოდა თქვენ პრობლემის აზრი აბა წარმოიდგინეთ ეხლა პრობლემის არსი სიღრმე თუნდაც ზედაპირული 400-500,000 თურქი სამცხე ჯავახეთში დღევანდელი საქართველოს ხო ნუ ძალიან სერიოზული სამცხე დაემუქრებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კი ბატონო ხო აი ეს ყველაფერი მე არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში არ ვეხები დიქტატურა იყო ტოტალიტარიზმი იყო ასე მაგრამ რა ინტერესებით ხო პირობებული ეხა არავინ არ თქვას რომ საქართველოს ინტერესები იცით რა არა ერთი წუთით არა აბა საქართველოს ინტერესს რას ეძახით ახლა თქვენ ფაქტი არის ფაქტს გეუბნებით ქართველთა ექსპანსია მოხდა ორ რეგიონში თელის 2000 წლის განმავლობაში სამცხე ჯავახეთში ეთნიკურად დღეს ქართული შემადგენლობა 2%-ია როგორ გეგადო რა ახალციხეში და იმაში რას ლაპარაკობთ გადასახლება ძირითადად მოხდა ახალციხის რაიონიდან ასპინძიდან ახალციხიდან და ადიგენიდან რას ლაპარაკობთ ის სომხური ეთნიკური ის იყო მაშინ უკვე ეს იყო ძირითადად წამოსულია ნაწილი მე-19 საუკუნეში და ძირითადად მე იმ სომეხების გენოციდი რომ მოხდა 1915 წლებში აი მაშინდელი პერიოდი, მაგრამ ჩვენ ახლა რას ვლაპარაკობთ? ჩვენ ვლაპარაკობთ რომ მოხდა ქართველების ჩასახლება, ანუ რეგიონი ესე ვთქვათ გამაგრდა, შე რაღაც საფრთხეები მოგაკლდა. ასევე ეხლა ამ განცემის თემა არ არის, ჩვენ მაგას ვერ მოვასწროთ. ასევე ყბადაღებული თემა. ის რომ ტერიტორიები რიგდებოდა. ჩვენ თუ დღეს ბათუმი გვაქვს ხო, ნუ ეს თავის. ეს არის მხოლოდ იმ პირსისხლიანი დიქტატურის დამსახურება. ხო, მაგრამ მისი წინამორბედის დამსახურება იყო სწორედ ის, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად ბათუმი და აჭარის და გურიის ნაწილი უკვე თურქეთის კონტროლის ქვეშ გადადიოდა, ხო ესე? თქვენ ჩვენი სახელოვანი გენერალი მაზმიაშვილი, ხო? მაზმიაშვილი, სახელოვანი გენერალი. იცით, მონაწილეობდა იმ ბათუმის ოპერაციებში და ისა. არსად არ ლაპარაკობენ ვისი მანდატი ედო მაზნიაშვილს. კომისრის მანდატი ედო. და რატომ იცით? ხო იცით რატომაც? იმიტომ რომ იმ ზავის პირობების თანახმად, რომელიც იყო ბრესტ-ლიტოვის და აქ ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ, ზოგადად წარმოუდგენიათ დღევანდელ თაობას, რომ დემოკრატიული საქართველო აკონტროლებდა იმ საზღვრებს, ჯერ რაღაც რუქებს რო გამოვცემთ ერთა ლიგისაო, ეგ არის ტყუილი. არანაირი ერთა რიგას საქართველოს საზღვრები არ უცნია საერთოდ, ზოგადად. 1918 წელს თურქეთთან დაიდო ხელშეკრულება, სეიმა დადო, მაგრამ სეიმში იყო უпростоრად მაშინ საქართველო, მაგრამ საქართველოს მთავრობამ დადო, საითაც აჭარაც და სხვა რეგიონებიც, არტანი და კიდე სხვა რეგიონები თურქეთის იყო. ანუ ამ ხელისუფლება მე შევიკონე თავი მოაწე რატო? იმიტომ რომ ის უტევდა გერმანიის მოკავშირე იყო და შემდეგ გერმანია რო დამარცხდა, შემდეგ ინგლისი შევიდა ბათუმში. თორე საქართველო კი არ აკონტროლებდა იმ ბათუმს და აჭარას. აი ეს არის იცით რა? ჩვენ რაღაცა იმაში ვცხოვრობთ, რა ქვია, სახა წარმოსახვით იმაში. ანუ ჩვენ გვინდა ის რეალური რეალობა ცოტა სხვა არის და თქვენ ეს რეალობა არ გავითავისეთ. ჩვენ ბოდიში და რა წეღან თქვით ხო, რომ აი წავასხით ამ ოფლით, სისხლით მოპოვებული ის რომ ჩვენ აფხაზეთში ქონდა ის დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზის ხარჯზე კი არა, კიდევ ლაპარაკობ იქ არ ცხოვრობდა აფხაზი. და სიტყვაზე რუსი, სომეხის და ბერძენის მაგურად დასახლდა ქართველი. ჩვენი იმითი ეს ყველაფერი წავაგეთ. ეს გესმით? და თქვენ ესენი თუ არ გავიაზრეთ. ხვალე
ჩვენ რა გვინდა ვერ გავიგე ის ხვალე მარტო თბილისი დარჩეს ის საქართველოში. ნუ იცი მამუკა მე ესეთი რამე შემიძლია ვთქვა, ეხლა კიდევ რამდენიმე ქვა ხელისუფლების ბოსტანში. აი ხა ის საკითხები რომლებზეც ჩვენ საუბრობთ, ხელისუფლებისთვის არის მე-1000 ხარისხოვანი. ანუ სახელმწიფოებრივი ინტეგრაციის საკითხი და იმიტომ რომ იმათ ტენდერები აინტერესებთ. რა თქმა უნდა. ნათესავზე გაწეული ტენდერი. კი ბატონო და თავისუფლად წვიმაში სხვათა შორის ამაზე რა რეაქცია იყო საკრებულოში ამუკა მაინტერესებს ეგ აჩვენა ყველა ტელევიზიამ და უცხოურმა მედიამაც თავისუფლად წვიმაში ნარმანია როგორ აგებინებს იმას ასფალტს პეკინის გამზირზე. ძალიან მაინტერესებს ეს ცნობილი არ ვიცი ყველა კომედი შოუს ყველა ჰუმორისტული გადაცემის მთავარი სიუჟეტი იყო ეს. მე მწვავე რეაქცია მქონდა და ოპოზიციას ვის კონსულტაციასაც მე ესე ვთქვათ ვეწევი, იმას მწვავე რეაქცია მქონდა, მაგრამ ახლა ხელისუფლებას მოგეხსენებათ ახლა ჩემში კარგია თქვენ მულტფილმი როა ქართული ჩემშუს ხო არ მოვჭრი თავსაო და აბა ახლა რა გითხრათ რომ კარგი როგორ არის ეს არის კოშმარი. არა თვითონ ისინი რას ამბობდნენ რომ აი ეს ხო ჩვენი ფული იყრებოდა წყალში წყალს ატანდნენ პირდაპირ არა ირიბი რაღაც გატარში რომ პირდაპირ წყალს ატანდნენ ჩვენ ფულს და თან ასფალტის დაგება თუნდაც 1 კვადრატულ მეტრზე ძალიან ძვირი ღირს ხო მაგრამ ესეც ხო თქვენი ფულია ეს კოკაკოლები და ბარამბო კი ბუნებრივია ესეც ჩვენი ფულია ანუ რა ხდება დღეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი არის საცერი საიდანაც ყველა 1000 სხვადასხვა ნახრეტიდან ფაქტობრივად წვეთავს ეს ჩვენი ფული და იღვრება არ ვიცით სად ვიღაცების ჯიბეში წვიმაში აი ზუსტად ჩვენი გადაცემა რომ დავასრულო დასასრულისკენ მიდის მე ზუსტად ის მინდა ვთქვა რომ ის 31% რო არ კონდეს ხალხს ნოსტალგია რომ აი საბჭოთა კავშირში ესე იყო და რაღაცა ჩვენ ის რაც იყო მინიმუმ ისე მაინც უნდა მოუწყოთ უკვე ჩვენ ხალხს ქართველებს და შემდეგ ეს უნდა მოხდეს იმ თავისუფალ ეკონომიკურ გარემოში, იმ თავისუფალ ესე ვთქვათ კულტურულ გარემოში, რომ ჩვენ ხო აღარ გვინდა ის ახლა თავში რო გვირაკუნებდნენ რაღაცა და თუნდაც ის 30-იანი წლები და რაც გაკეთდა ჩვენ იმას უნდა შევხედოთ რაც გაკეთდა პოზიტივი და იქიდან გამოვიდა აი მაგათ თქვა ჩვენთან რო ქარხნები და ფაბრიკები დაშალეს და ჯართად რო გაიტანეს თურქეთში და ირანში ხო ამაზეა ლაპარაკი ანუ აშენებული ქარხნები რომელსაც მოდერნიზაცია უნდა და მხოლოდ და შენ ინვესტორს ხო მოიწევ შენ უფრო მარტივად როდესაც შენ ინფრასტრუქტურა გაქვს შენ აგურა დაშალეს დაზგები ყველაფერი გაიტანეს აი ეს გავაკეთეთ მე აქედან ის სპილენძები ამოაცალეს იმ ძრავებიდან გაიტანეს თურქეთში გააკეთეს ახლა სადენები და აი ახლა ჩვენ ეთერში როგორ გავდივართ აი სადენები თურქულები რომლებიც არის იმ ჩვენი სპილენძით არის გაკეთებული რომელიც უკვე ვიყიდეთ აი ეს გავაკეთეთ და თქვენ მე ხო და აი მაგი არის რატო ამ ეს მენტალობა იყო საბჭოთა მმართველობის შედეგი იმიტომ რომ ადამიანებს პასუხისმგებლობის გზნობა არ ჰქონდათ დღესაც საქართველოში თუ კი აი ეს საძაგელი უპასუხისმგებლობის ფაქტებს ვაწყდებით ყოველ ნაბიჯზე თუნდაც ნორმალი რო წვიმაში აგებს ასფალტს ეს არის საბჭოთა მენტალობა მას გასიგზეგანებული არ აქვს წარმოდგენა არ აქვს რომ რას ლაპარაკობ საბჭოთა იმის დროს ისა რა ქვია ესე გაეკეთებინათ ესე დაეგებინათ ასფალტი და ვიღაცა საჩივარს დაუწევდა იმაში რა ქვია აღარ ლაპარაკობ მოსკოვში სეკაში დაუწევდა ისა ის მეორე დღეს ადგილზე გაჩერდებოდა რას ლაპარაკობ კომუნისტების დროს ისა რა ქვია მას რაიკომის დვინები და აღმასკომის თავმჯდომარე ღვინის ქარხნის დირექტორები რო იპარავდნენ 10 ლარი სახში რომ იქონდათ 500 უნდა გაეკეთებინათ იმიტომ რომ დაუწერდა ვიღაცას ისეთ ანან იმას რა ქვია გაუშანშალებდა ანანიმკას რაღაცა და მოხსნიდან სამსახური და დაიჭერდა რას ლაპარაკობ როგორ აბერებთ კომუნისტების დროს ის რას ბესპრიძელი მიდის ახლა რას ლაპარაკობ მე პირდაპირ კოპირებულ შედარებას თქვენ მაგალითს მოგიყვა აგერ გუშინ წინ იყო ტელევიზორში კურტანიძეზე იყო რაღაც გადაცემა მაგრამ ეგ არ მაინტერესებს მე იქ ახლა ამ შემთხვევაში არ შევეხებით სესხი მისცა ბანკს როგორ მისცა ცოლი ყოფილა პიარის უფროსი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რაიკომის მდივანს თავისი ცოლი პრესად ან იგივე ბუღალტერად დაენიშნა იგივე რაიკომში. თქვენ წარმოგიდგენიათ? აი ბესპრიძელი ეს მარაზმია ხალხო. ბუნებრივია და შედეგიც სახეზეა. და ის 31%-იც იმიტოა. აი 31% იმიტოა. რომ კურტანიძეების ნაირები არიან. ხო და ყველაზე მეტად რა მაწუხებს იცი მამუკა? რომ აი ეს ადამიანები ქმნიან საზოგადოებაში აზრს რომ ცივილიზებული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო არ ვარგა
და კარგია დაუშვათ იგივე საბჭოთა სისტემა. აი, როდესაც ნარმანია კურტანიძე, იქ ღარიბაშვილი და ნუ სააკაშვილზე და მის კლანზე და მის აშინელებებზე აღარაფერს ვამბობ. ხო, ის ხო გავიარეთ, თქვით რომ ცუდია და აი ხა აწმყოა, ხო ეს? აი ეს ადამიანები დასავლური თანამედროვე სახელმწიფოს დევალვაციას აკეთებენ დასავლურ აბსოლუტურად გეთანხმები. აზიზღებენ საზოგადოებას ამას. ხო? და იმიტომ არის საზოგადოებისთვის სიტყვა დემოკრატია გამაღიზიანებლად მუშაობს. დემოკრატია ასოცირდება სიმშილთან, სიღატაკესთან, ძალადობასთან და აუცილებლად იმასთან, რა ქვია, LGBT-სთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არ არის დემოკრატია ეგა. ცოტა სხვა რაღაცა, მაგრამ ჩვენთან ატროფირება მოხდა. ეს არის შეგნებულად დამახინჯება ხელისუფლების მხრიდან ამღირებულებების თუ უბრალოდ იმდენად თავქარიანები არიან რომ რაც შეიძლება დღეს მათ რაღაც სიკეთეები ნახონ რომ აი ეს ხო პრობლემა არის არა მარტო დღევანდელი არამედ შეიძლება ამას სერიოზული ინერცია ეს იმიტომ ხდება რომ ყველა იქ ვინც მიდის იცის რომ დროებითია და უნდა რომ იმ რაღაც პატარა მოასწროს მეტი ტენდერი ჩაატაროს მეტი ფირმა შექმნას და იმას მოაგებინოს და მე ხო აი ამიტომ ხდება აი ახლა საქართველოს IBRD-ის კონფერენცია რო ჩატარდა ისა აი ახლა იყიდეს 84 მანქანა ამ მანქანებს გადაინაწილებენ ახლა ჯიგრები სამინისტროებში 17 მილიონი ლარი დაუხარჯავთ ამ კონფერენციისთვის ხო გამაოგნებელი თანხაა ხო გამაოგნებელი და არა ღმერთ მანქანას რო რაღაცა ამან გამოიღოს ის შედეგი რასაც ქართველი ხალხი ელის ამკიდან მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ აქედან არ გამოდის ანუ ეს ცოტა სხვანაირი ეკონომიკური სიტუაცია უნდა შექმნა ისეთი პოლიტიკური სიტუაცია არასტაბილურია. აქ ლარზე ისიც მოქმედებს, მარტო ეკონომიკური ფაქტორი ხო არ მოქმედებს. ერთი მინისტრი მეორე მინისტრზე რაღაცას იტყვის, ვიცე-პრემიერი მეორე ვიცე რაღაცას იტყვის. ანუ ზირსუცხრია სულ. ხვდებით რა არასტაბილური პოლიტიკური გარემოც არის და ხა ინვესტორი ფიქრობს რომ ძმაო ეგრე არ არის მე ახლა მილიონი 2 მილიონი 5 მილიონი რაღაცაში ჩავდო ესენი ხვალე შეიძლება ამათ ერთმანეთს დააყარონ თოფიეს როლონო ხა საჩავდო. ანუ აი ეს პრობლემაა. უნებრივია საქართველოს. სამწუხაროა ჩვენი საეთერო დრო უკვე ამოიწურა ძალიან დიდი მადლობა მამუკა ძალიან საინტერესო საუბრის ამ თემას ჩვენ გავაგრძელებთ ეს თემა ჩვენ ხო იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან ბევრი სიახლე იყო და ამაზე ალბათ უახლოეს გადაცემებში კიდე დაუბრუნდეთ ამ წიგნს აი ამ სტატისტიკურ მონაცემებს და განვიხილოთ უკვე ამ პრიზმიდან რა იყო კარგი რა იყო ცუდი და რა დავაშავეთ ჩვენ დიდი მადლობა ზვირფასო ტელემაყურებლებო რომ გვიყურეთ ხვალ 3 საათამდე გემშვიდობებით კარგად